მინდოდა რომ გამქრალიყო ცივი გულის სამანი, ცატიროდა სველდებოდა სადღაც იასამანი და მოჰქონდათ ჩემთან ქარებს თითქოს შემსული. 2 წელია მამა თაუმაზი ემოციებს ტრიქონებში აცოცხლებს. ამ ხნის განმავლობაში მოახერხა მისის თითქმის ყველა განსაკუთრებული სათქმელი ლექსად ეთქვა. ეს ლექსი ზუსტად 1 წლის წინ დაწერა. მაშინ არც კი უფიქრია რომ შეიძლებოდა სიმღერად ქცეულიყო, თუმცა ეს სტროფები ისევე როგორც სხვა არაერთიც ქართველმა კომპოზიტორებმა აამღერეს. მაქვს პატივი რომ მისი უწმიდესობის როცაკუთრებით წერდე და ეს დიდი პატივია ჩემთვის და იერარქიის კურთხევა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ეს საბედნიეროდ გამოდის ერთ ლექსები, რომელიც ამღერდა მუშაობენ ჩემს ლექსებზე ისეთი დიდი და ქართველი ერთვის საყვარელი ადამიანები, როგორც არიან ქალბატონი მარიკა კვალიაშვილი, მაცაცო სეფისკვერაზე, ქეთევან გაბისიანი, ქალბატონი ნუნუ გაბუნია, რომელმაც ახლახანს აამღერა სველი იასამანი. მინდოდა რომ გამქრალიყო ცივი გულის სამანი, ცატიროდა სველდებოდა სადღაც იასამანი. გაბუნიამ ჰარმონიის შექმნა მამა თაუმაზის რამდენიმე ლექსზე ერთდროულად დაიწყო. ეს კი სრულად ამღერებული პირველი ლექსია. სველი იასამანი უკვე დასრულებული რომანსია, რომელიც შესაფერეს შემსრულებელს ელოდება. კრებული რო გადავშალე, უამრავი ლექსია ისეთი, რომელიც სწორედ სიმღერისთვისაა გამკუთვნილი. რა თქმა უნდა, ახლა დღეს მე ვერ ვიმღერე ისე როგორც საჭიროა, მაგრამ მომღერალი ალბათ შეასრულებს თითოეულ ნიუანსზე იქნება აქცენტი და ალბათ ცოტა სხვანაირად გაჟღერდება. დეკანოს თაუმაზ ჩოხელის 40-მდე ლექსიდან დღეს 17 უკვე სიმღერად იქცა. ქართველი კომპოზიტორებისა და მომღერლების მუზად ქცეული რითმები მომავალ თვეში ერთ მუსიკალურ ალბომში გაერთიანდება. თეატრალური კვარტეტი ერთ-ერთია, რომელიც მის ტექსტზე დაწერილ სიმღერას ასრულებს. მათი შესრულებით შვილისთვის ნამღერი მამის სიამნანაც მომავალ მუსიკალურ კრებულში შევა. იმდენად სავსე ლექსია ეს ყველანაირად, იმდენად მოვიდა ჩვენამდე ეს ლექსი, რომ დათო არჩვაძემ შექმნა ამ ლექსზე მუსიკა და ნუ ამღერდა ესე ვთქვა და მამის იავნანა ესე ეწოდა სიმღერას და ნუ ჩვენ დიდი სიხარული და დიდი სიყვარულით შევასრულეთ. მამა თაუმაზ ჩოხელის ლექსები მარიკა კვალიაშვილმაც აამღერა. რთულია სიმღერისთვის ლექსი შეარჩიო, იმიტომ რომ ლექსიც უნდა მღეროდეს თავისთავად და მისი ლექსები მღერიან. პირადად მე ვთხოვე რომ რაღაცა ისეთი ვაჟკაცური სულისკვეთების, რომ ვაჟკაცი რო ქალს უმღერის, ასეთი ლექსი მოეტანა ჩემთვის და მომიტანა სწორედ აგერ მიდევს სამუშაოდ, სწორედ მუშაობ მასზე, ეს არის ქალავა ასეთი და არაჩვეულებრივად იკითხება. დედის მონატრებით სამშობლოზე ფიქრითა თუ მთისა და ბუნების სიყვარულით შექმნილი სტრიქონები საკუთარ სათქმელს მკითხველსა და უკვე მსმენელსაც ამღერებული ფორმით ეტყვის.